საკადრო ცვლილება მთავრობაში რატომ დატოვა დავით შავლიაშვილმა დაკავებული პოსტი. შეუცვლის თუ არა მთავრობა ავლაბრის სასახლეს სტატუსს პრეზიდენტის სამუშაო ადგილის შეცვლაზე უარს დღეს კიდევ ერთხელ საჯაროდ აფიქსირებს. მე მის ადგილზე რომ ვიყო, ნამდვილად გადავიდოდი ათონის რეზიდენციაში. როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ, უბრალოდ ეს არ გავაკეთოთ. ოპოზიციონერი მაჟორიტარის ცოცხები დაჭედილი ოთახი და პოლიტიკური ურთიერთბრალდებები გურჯაანში დაპირისპირება მწვავდება. ბლოკირებული აქვს ხელისუფლებას მთელი გამგეობის შენობა ყველა სართული. ჩვენ მაგათ დავატოვებიეთ ის ფაქტი, რომელიც არ ეკუთვნოდა. დასავლეთის პასუხი რუსულ აგრესიაზე უკრაინის კრიზისზე ხვალ სტრასბურგში იმსჯელებენ. უპრეცედენტო მემორანდუმი ამერიკულ მხარესთან საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა უფასო იქნება. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ მოამბეს 20 საათზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. დავით შავლიაშვილი მთავრობიდან წავიდა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დღეიდან ნოდარ ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს. ყოფილი მინისტრი კი, რომელმაც პოსტის საკუთარი ნებით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით დატოვა, მედიასთან მთელი დღე არ გამოჩენილა. ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა მოადგილიდან მინისტრის თანამდებობაზე დაწინაურებული ჯავახიშვილიც, რომელმაც ერთი თვის წინ წინამორბედის მიმართ შენიშვნა საჯაროდ გამოთქვა. ქართულ ბანკის ექს-პრეზიდენტი, რომელსაც დეკემბერში სამინისტროს სატენდერო სფერო ჩააბარეს, წავე განცხადებებს არც უწყებაში ჩატარებული ტენდერების გარშემო ერიდებოდა. ინფრასტრუქტურის მინისტრის შეცვლა მთავრობაში მომხდარი უკვე მეხუთე ცვლილება, ამიტომ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტის მხრიდან დობის ხელახლა გამოცხადება არ სჭირდება. ლევან კვატაშიძე განაგრძობს დღის ერთ-ერთ მთავარ თემაზე ახლა საუბარს. ლევან, ცოტა ხნის წინ პრემიერი უკვე შეხვდა ნოდარ ჯავახიშვილს. საინტერესოა თუ გაკეთდა კომენტარების შეხვედრის შემდეგ. შეხვედრის დასრულების შემდეგ არც პრემიერს და ახლად წარდგენილ მინისტრს კომენტარები არ გაუკეთებიათ. ეს შეხვედრა იყო მედიისთვის დახურული. მოგვიანებით ამ შეხვედრის ამსახველი კადრები გაავრცელა სწორედ მთავრობის ადმინისტრაციამ. მათი ინფორმაციით დახურულ შეხვედრაზე ნოდარ ჯავახიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს პირადად გააცნო თუ როგორ ესახება მას რეგიონების და ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალში, რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს. მათივე ინფორმაციით ცნობილია, რომ პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში 5 თვიანი მუშაობის შემდეგ ნოდარ ჯავახიშვილი კაბინეტს იცვლის. ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე უწყებას ოფიციალურად პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის შემდეგ ჩაიბარებს. მოადგილის რანგში ჯავახიშვილმა დღეს ბოლო სამუშაო შეხვედრა სატენდერო კომისიასთან გამართა. სწორედ მაშინ გაიგო შავლიაშვილის გადადგომის და მისი დანიშვნის შესახებ. სატენდერო კომისია დანიშნული, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და წევრები ჩემთან იყვნენ, როცა დამირეკდნენ მითხრეს ზამოვი. არც ერთი არ იყო საქმის პუნქტში ჩემთან ერთად. ამ წუთში გავიგე, ჯერ ვიაზრებ ამ გადაწყვეტილებას. ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ნოდარ ჯავახიშვილმა დავით შავლიაშვილი ჩაანაცვლა. დაახლოებით ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დღეს შავლიაშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან ყოფილი მინისტრი აღარ გამოჩენილა. გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა. პრემიერმა თხოვნა მიმართვიდან რამდენიმე საათში დააკმაყოფილა და ახალი მინისტრი წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც მეწყინა მისი გადადგომა, თუმცა რა თქმა უნდა მე იმას ვერ დავაძალებდი, ვეღარ ვთხოვდი, რომ დარჩენილიყო და გაეგრძელებინა მუშაობა. დღეს მქონდა მე უკვე, ესე იგი, გუნდის შიგნით კონსულტაციები. მე მინდა აქვე დაგიდასტუროთ, რომ ახალი მინისტრი იქნება ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი. ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში დავით შავლიაშვილის მოადგილედ 2014 წლის 5 დეკემბერს დაინიშნა. პრესაში მალევე გავრცელდა ჯავახიშვილის მოსაზრებები, სადაც ის მინისტრს აკრიტიკებდა და თვლიდა, რომ გზების მშენებლობიდან თანხები იფლანგებოდა, რის გამოც კითხვები ჰქონდა სამინისტროსა და სატენდერო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები მეც მაქვს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამინისტროსა და სატენდერო კომისიაში ყველა საკითხი მოწესრიგებულია და პროცესებიც გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში ტენდერებში ერთი და იგივე კომპანია მონაწილეობს და გამარჯვებულად ცხადდება. არ ვფიქრობ, რომ დავით შავლიაშვილი გამოუცდელი კადრია, რამდენადაც ვიცი, ის გზების დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ წარმატებული მინისტრია. ეროვნული ბანკისა და ქართულ ბანკის ყოფილი პრეზიდენტის მინისტრის პოსტზე დანიშვნას ყოფილი პრემიერიც გამოეხმაურა.
როდარ ჯავახიშვილი არის კარგი პროფესიონალი, ძალიან პრინციპული. ჯავახიშვილიც იქნება ჩავარდნილი ტენდერები, არ არსებობს ყველა არაფერი idеალური. დავით ჩავლიაშვილის მუშაობას წარმატებულად აფასებენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. ძალიან ეფექტური იყო ის საქმიანობა, რომელსაც ეს სამინისტრო და კონკრეტულად ჩავლიაშვილი ახორციელებდა და ეს ჩანს ყველაფერში, რომ გაიაროთ. ამ წუთში დასავლეთზე აი ჩახვიდეთ ფოთამდე, რამდენ ადგილას რა ტემპით მიმდინარეობს გზების მეშლობა. ცვლილებები მთავრობაში ეს ნორმალური პროცესია, ხდება ხოლმე და ყველა ცვლილება არის სწრაფო უკეთესობისაკენ. თავდაცვის, საგარეოს, ევროინტეგრაციის და შინაგან საქმეთა მინისტრების შეცვლის შემდეგ დავით ჩავლიაშვილი რიგით მეხუთეა, რომელმაც სამთავრობო კაბინეტი დატოვა. კონსტიტუციის მიხედვით მისი შეცვლა მთავრობის ნდობის გამოცხადებას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთდა დღეს ასევე პოლიტიკური შეფასებებიც მმართველი გუნდი ცვლილებას ჯანსაღი პროცესით ხსნის, რაც შეეხება ოპოზიციას. ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ შავლიაშვილის წასვლა ამ თანამდებობიდან ეს არის სწორედ მათი დამსახურება, რადგან ნაციონალურმა მოძრაობამ მათი შეფასებით ამხილა და გამოავლინა ის კორუფციული გარიგებები, რომელიც არსებობდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მე ხავი შემიძლია თქვა ორი მინისტრი, რომელიც იძულებული იქნება გადადგეს, ეს იქნება ბატონი დანელია, ეს იქნება ბატონი ხოკრეშვილი, ვინაიდან ისინი არიან შემადგენელი იმ ერთი კორუფციული სქემის, რომლის სათავეც იყო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასე რომ ჩვენ ვაიძულებთ სურათი დაინახოს ყველა მთლიანობაში და ამ მთლიანობაში მოხდეს რეაგირება. ის რომ ეხა რახან მინისტრმა დაწერა განცხადება, ეს ნიშნავს იმას, რომ სამინისტროში იყო კორუფცია, ძალიან შორსა ვარ ამ მოსაზრებიდან, თუმცა თუ იყო კორუფცია შესწავლა უნდა, გარკვევა უნდა და თუ დასაჯილებელი უნდა დაისაჯოს ძალიან სერიოზულად. საკადრო ცვლილებას ამ ეტაპზე როგორც უკვე ცნობილია, მთავრობის მხრიდან ნდობის გამოცხადება არ დასჭირდება. ცვლილება იმ შემთხვევაში თუ კი მოხდება მომავალშიც და მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთი მინისტრი გამოაკლდება. ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი ცვლილებას მარტივად ფურცელზე ხელის მოწერით ვეღარ მოახერხებს, მას მოუწევს უკვე განახლებული შემადგენლობა წარუდგინოს პარლამენტს და სწორედ ამ შემადგენლობას საკანონმდებლო ორგანომ გამოუცხადოს ახლიდან მხარდაჭერა. მადლობთ ლევან, მთავრობაში მომხდარ ცვლილებაზე ლევან კვატაშიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ალვაბრის რეზიდენციის გარშემო პოლიტიკურმა უთანხმოებამ შესაძლოა სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლოს. პრეზიდენტი სამუშაო ადგილის დატოვების მოთხოვნას ყოფილ პრემიერთან დაპირისპირებას უკავშირებს და ამბობს, რომ მითითებებს არ დაემორჩილება. გიორგი მარგველაშვილის უარის შემდეგ აქტუალური ხდება შეკითხვა, აქვს თუ არა მთავრობას იურიდიული ბერკეტი, რომ ალვაბრის რეზიდენციას სტატუსი შეუცვალოს. მით უმეტეს, რომ მმართველი გუნდის დეპუტატები გიორგი მარგველაშვილს შენობის დატოვებისკენ და ათონელზე დასრულებულ სასახლეში გადასვლისკენ უკვე ღიად მოუწოდებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრის მხრიდან პირდაპირ მინიშნებები კეთდება სადავო შენობის სტატუსის შეცვლაზეც. თემას დღეს კიდევ ერთხელ ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ალვაბრის სასახლეში გადასვლის გამო სახელმწიფოს მეთაური არაერთხელ გაუკრიტიკებია. გიორგი ფუტკარაძე გაგვაცნობს ახლა მხარეთა პოზიციებს. გიორგი, დღის ბოლოს კიდევ ერთი განცხადება გაკეთა უკვე პრეზიდენტის მხრიდან. რას ამბობს გიორგი მარგველაშვილი? თამთა პრეზიდენტმა დღეს პირველად ისაუბრა და პირველი ღია განცხადება გააკეთა ალვაბრის სასახლესთან დაკავშირებით და მან თქვა, რომ თემა არ უკავშირდება არც საბინაო კომუნალურ და არც სხვა საკითხებს, ეს არის პოლიტიკური თემა და ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. ამის პარალელურად კი მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტს შეახსენა შეცვლილი გადაწყვეტილებები, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა კი მოითხოვს, რომ პრეზიდენტი გადავიდეს ათონელის რეზიდენციაში. ვის რა უფლებები აქვს, როგორია საქმის პოლიტიკური და საქმის იურიდიული მხარე, ჩვენ შეგვიძლია დეტალების სიუჟეტში ვნახოთ. მე მის ადგილზე რომ ვიყო, ნამდვილად გადავიდოდი ათონელის რეზიდენციაში. ნორმალურია, რომ 10,000 კვადრატული მეტრო შეიძლება დამატებითი და გამოუყენებელი ფარტი კონდეს ვინმე. ეს არის ჩემი და ბიძინას სამწუხაროდ პიროვნული დაპირისპირების თემა. პირველი ღია ბრალდება და პასუხი პრეზიდენტისგან ექს-პრემიერსა და მთავრობას. უნდა შეიცვალოს თუ არა პრეზიდენტმა რეზიდენცია პოლიტიკურ დებატებში ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის. მოქმედი და ყოფილი პირები ერთად ჩაერთნენ. პრემიერი პრეზიდენტს ძველ განცხადებებს და იმ თანხას ახსენებს, რომელიც ათონელის რეზიდენციის რემონტში გადაიხადეს. პრეზიდენტი კი ამბობს, რომ არსად გადასვლას არ აპირებს. ასე არ შეიძლება რომ ვისაუბროთ დღეს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტზე რომ იძულებით მოხდება მისი გადმოყვანა. არამც და არამც საქართველოში დღეს არ არის ადეკვატური სიტუაცია რომ ჩვენ მივცეთ საშუალება ჩვენს თავს რომ 9 მილიარდიან სახლებში ვიცხოვროთ. ამ სასახლის მიმართ უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება, მათ შორის პრეზიდენტს ქონა უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება. როგორც მოქალაქე არ ამგონია რომ უნდა დავთმო ჩემი ღირსება და ვიმოქმედო აი ესე მითითებისამებრ. მაგრამ როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ, უბრალოდ ეს არ გავაკეთო.
პრეზიდენტის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია და საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება. ივანიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს ზედმეტად დიდი ფართი უჭირავს. ვფიქრობ, რომ ჩვენ თუ სახელმწიფო გვაქვს, ყველანი უნდა დაემორჩილონ რაღაც თამაშის წესებს და მათ რიცხვში პრეზიდენტიც. რომც არ უჭირდეს სახელმწიფოს, ჭარბი ფარტი მაინც არ უნდა კონდეს და ჩვენ საკმაოდ გაჯერებული სახელმწიფო გვაქვს. რადიკალური პოზიცია აქვს უმრავლესობის წევრთა უმრავლესობას. ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი ფიქრობს, რომ ავლაბრის სასახლეში კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი უნდა გათავსდეს. პრეზიდენტს დღეს დაპირებები შეახსენეს მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც, თუმცა უმრავლესობა არ არის ერთ პოზიციაზე. რაც შეიძლება მალე მარგველაშვილმა უნდა განაცხადოს. თანხმობა და გადავიდეს. ყოველ შემთხვევაში ამდენი მithქმა მოთქმის წინაპირობა საფუძველს არ უნდა ქმნიდეს. ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაც ჩემთვის პირადად იყო ის მორალური მიჯნა, რომლის გადაბიჯება მე პირადად არ მომეწონა. მე ვთვლი, რომ არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ პრეზიდენტი არის საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირ არჩეული პირი დღეს საქართველოში. ავლაბრის რეზიდენცია არ შეესატყვისება პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, ასეთია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის პოზიცია. მეორე მხრივ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა არის სწორედ მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს უფლებამოსილება. თუ მოხდება ქონების განკარგვა, ამ შემთხვევაში ბუნებრივია პრეზიდენტი იზოლებული იქნება თავისი ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოიყვანოს მიღებულ გადაწყვეტილებებთან. პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ყოფნის საკითხს 2013 წლის დეკემბრის ნომერ 963 ბრძანებულება განსაზღვრავს. თავად შენობა კი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის. იმ შემთხვევაში თუ კი სააგენტო გადაწყვეტს ავლაბრის რეზიდენციას სტატუსი შეუცვალოს, კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ მათ ბრძანების გასაჩივრება მოუწევს. პრეზიდენტი განსაზღვრავს საკუთარ ბრძანებულებით ადმინისტრაციის სტრუქტურას და იქ არ არის საუბარი პირდაპირ არ არის მითებული ადგილსამყოფელზე. თუმცა, რამდენად არის ნაგულისხმები ეს კონსტიტუციაში, ეს არის უკვე საკონსტიტუციო სამართლის განსჯადი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ათონელზე გადასვლაზე უარი მთავრობას წერილობით შარშანაცნობა. გუშინ კი ოფიციალური წერილი გაასაჯაროვა. მთავრობამ, რომელიც აცხადებს, რომ არ აპირებს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია, საბოლოო ჯამში უნდა იმსჯელოს რა ბედიელის ამ შენობას. ამ საქმესთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების განცხადებები საკმაოდ მკვეთრი და დაჟინებულია. ისინი ამბობენ, რომ შესაძლოა იურიდიული გზების ძიებაც დაიწყოს, თუმცა საკითხი უკვე მხოლოდ იურიდიულ ჩარჩოებს დიდი ხანია გასცდა. უთანხმოება პრეზიდენტის სამუშაო ადგილის გარშემო გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა თემაზე. გმადლობთ გიორგი. მეორე დღეა მედიის ყურადღების ცენტრში რჩება გურჯაანი ადგილობრივ გამგეობასა და ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ეგრეთ წოდებულ ანტიკორუფციულ კომისიას შორის ურთიერთბრალდებები მწვავდება. გამგებელი ოპონენტებს მუნიციპალიტეტის მუშაობის პარალიზებასა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს, თუმცა კონტრბრალდებებით გამოდიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, რომლებიც მათ მიერ კორუფციის ფაქტების გამოსავლენად შექმნილი კომისიის მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობენ. უთანხმოება გრძელდება გურჯაანის ოპოზიციონერი მაჟორიტარი დეპუტატის სამუშაო ოთახის გარშემოც, რომელიც ამ დრომდე ცოცხებითაა აჭედილი. რაიონში ჯერ კიდევ გუშინ დაწყებული დაპირისპირება დღეს გამგეობის კედლებსაც გასცდა. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებსა და საფეხბურთო კლუბ ალაზნის მენეჯერს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება გურჯაანში მდებარე სპორტ კომპლექსის შენობის უფუნქციო დატოვებაში დაადანაშაულა. მიხეილ ფურცელაძე ობიექტის ტერიტორიაზე მივიდა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს პროვოკატორები უწოდა, რასაც ინციდენტი მოყვა. სიტყვიერი დაპირისპირება კურორტ ახტალაშიც გაგრძელდა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა იყო დაგეგმილი, თუმცა არაფერი გაკეთდა. ესენი ასაც ლაპარაკობენ, ეგდო წავიდა. წელშია ხალხს ამოსული, ამათი მისვლა და მოსვლა რა. მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები ოპოზიციას ან კვერცხებს ესროდნენ, ან მიტინგებს უწყობდნენ, ან რაღაც კონკრეტულ აქციაში ხელს უშლიდნენ ესეთი ფორმით. ანტიკორუფციული კომისიის ფარგლებში ჩვენ გვინდა საზოგადოებას და კომისიის წევრებს ვაჩვენოთ კონკრეტული მაგალითები ამ ხელისუფლების უნიათობის და უმოქმედობის.
მოგვიანებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ზვიად კუპრავა გურჯაანის გამგეობაში მივიდა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაიონში მიმდინარე პროექტებისა და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესახებ ინფორმაციის გამოსათხოვად 3 განცხადება შეიტანა. მის გამოჩენას შენობაში დილიდან შეკრებილი ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან ხმაური და დაპირისპირება მოყვა. ნაციონალებისგან მიცავთ თუ არ მოგვიდნენ უკან. ჩვენ ვაპირებთ დავთვალოთ თითეული თეთრი, რომელიც დახარჯული აქვს გურჯაანის გამგეობას გურჯაანის ბიუჯეტიდან. ჩვენ ვაპირებთ ჩავყვეთ თითეული ნეპოტიზმის ფაქტს. ნაციონალების გადასაწყვეტ დღეს აღარაფერი არ არის და არც გადაწყვეტონ მაგას. გვინიაშვილმა გამანთავისუფლა სამსახურიდან, იმიტომ რომ მისი ძმაკაცის შვილს ნიშანი არ გაუყალბეთ, ხარი დამიჭირა ჩემმა ხელისუფლებამ სამართლიანობისთვის აღდგენის ბრძოლაში მოვედი ჩემი ხელისუფლების მხარდასაჭერად. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლებულ მოქალაქეებს კი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გურჯაანის პარტიის ოფისში შეხვდნენ. ანტიკორუფციული კომისიის ამოქმედებას ისინი გამგეობის შენობაში მდებარე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში აპირებდნენ, თუმცა იქ კარზე დილიდან ცოცხი და ბანერები იყო გაკრული წარწერით „ძირს ნაციონალების სექტა მოშორდი გურჯაანს ღვინიაშვილო“. თუ ხელისუფლებას გონია, რომ თუნდაც გამგეობის ბლოკირებით შეაჩერებს ანამ კომისიის მუშაობას და ან იმ ბრძოლას, რომელმაც წერტილი უნდა დაუშვას სწორედ ამ ხელისუფლებას და საქართველოს უკოსვას, ძალიან ცდებია. მე უნდა შემამოწმოს სუფთა კაცმა, რომელსაც სუფთა წარსული აქვს. და არა ნაციონალებმა, რომელსაც ბინძური წარსული აქვს. ღვინიაშვილმა როგორ შემამოწმოს მე? არ არის მაგათი ფართი და რა თქმა უნდა მე მაგის უფლებას აღარ მივცემ, რომ მაგათი მუშაობა. ნაციონალური მოძრაობის წევრები დეპუტატის ბიუროს ოთახში შესვლას გუშინდელი დღიდან ვეღარ ახერხებენ. ოთახი დალუქულია მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლება 2013 წლიდან გადაუხდელ ქირას ასახელებს. გამგეობაში ნაციონალური მოძრაობის წევრთა მისვლის შემდეგ გუშინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს კვერცხები ესროლეს. მომხდართან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა ზურა ჯაფარიძემ. მან სია და ფოტოები წარმოადგინა და განაცხადა, რომ ინციდენტში ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული. კადრები არის აღებული იმ სამარცხინო კადრებიდან, რომელიც გუშინ აჩვენა ყველა მედია საშუალებამ. ეს ადამიანები იღებენ საქართველოს გაჭირებული მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებიდან ხელფასს. არავითარი ინციდენტი არ მომხდარა, ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი საუბარი მოქალაქეების და ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. ნაციონალური მოძრაობის წევრები გურჯაანში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. მათი განცხადებით ანტიკორუფციული კომისია ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას კვირის ბოლომდე გააცნობს. გურჯაანის გამგეობაში ჯერ კიდევ გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება პრემიერიც აღმაშფოთებელი, ასე აფასებს მთავრობის მეთაური რაიონში განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მუშაობის პარალიზების მცდელობა ჰქონდათ. პრემიერ-მინისტრი გამგებლის ქმედებას ადეკვატურად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მოსახლეობამ ოპოზიციურ პარტიას სამართლიანად უპასუხა. ეს არის ყოველად დაუშვებელი, აღმაშფოთებელი ფაქტი, რომ ოპოზიციის წევრები, ეგრეთ წოდებული ბედავენ, მიდიან გურჯაანის რაიონის გამგეობაში და ყოველად დაუშვებელია ის, რაც მათ გააკეთეს. რომ მოახდინეს პირდაპირ ჩარევა გამგეობის მუშაობაში, მოახდინეს პარალიზება, უბრალოდ ჰქონდათ მცდელობა, ადეკვატური იყო გურჯაანის გამგეობის და გამგებლის ქმედება, მან აბსოლუტურად კანონის დაცვით, ჯერ კიდევ მანამდე მიმართა, რომ დაეტოვებინა ეს ოფისი დეპუტატ ღვინიაშვილს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემთვის არის მიუღებელი ის როგორც განვითარდა მოვლენები, ხო, ეს არის კვერცხების სროლადაში, მაგრამ ძალიან გთხოვთ, რომ ყველამ კიდევ ერთხელ კარგად დაიმახსოვროს, რომ ქართველი ხალხი არასოდეს არ დაუშვებს, აღარ დაუშვებს ნაციონალური მოძრაობის ამ დესტრუქციული ძალის რაიმე პროვოკაციულ ქმედებას. და სამწუხაროა, რომ ხალხმა უპასუხა ისე, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა იმსახურებს. საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა უფასო გახდება. ამერიკულ კომპანია გილეადთან უკვე გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის მიხედვით ჩვენი ქვეყანა ერთ კვირაში დაავადების სამკურნალო ახალი თაობის უნიკალურ პრეპარატს მიიღებს. საუბარია მედიკამენტ სოფოს ბუვირზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე აპრობირებულია. წამლის სრული კურსის გავლისთვის დაახლოებით $100,000-მდე ასაჭირო, თუმცა პროგრამით სარგებლობა ქართველი პაციენტებისთვის უფასო იქნება. 5 წლიან პროგრამაში ჩართვისთვის პირველ ეტაპზე რამდენიმე კრიტერიუმია დაწესებული. ხელშეკრულებას, რომელთა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი უკვე ძალაში შევიდა, ხელი დღეს მოეწერა. ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ძვირადღირებული მედიკამენტები უფასოდ C ჰეპატიტით დაავადებული საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ასეთი ამერიკულ კომპანია გილეადთან მიღწეული შეთანხმების შედეგი.
წამალი პაციენტისთვის იქნება უფასო. რაც შეეხება დიაგნოსტიკის კომპონენტს, სოციალურად დაუცველებს დავეხმარებით ღირებულების 70%-ით, ხაზს უსვამ ღირებულება არის 480 ლარი დიაგნოსტიკის, ხოლო არასოციალურად დაუცველებს უფრო მოკრძალებულად 30%-ით. მემორანდუმს ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა. ცერემონიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც დაესწრნენ. ნამდვილად საამაყოა ის დიდი ნდობა, რომელიც ამ პროექტის განხორციელებით თქვენ ამერიკამ და კომპანია გილიადმა გამოგვიცხადა ჩვენ. ხშირად ოჯახები მკურნალობისთვის, მათ შორის C ჰეპატიტის ვირუსთან ბრძოლის დროს იძულებულნი იყვნენ აეღოთ სესხი ან სულაც გაეყიდათ საკუთარი სახლი, რაც ოჯახების გაღატაკებას იწვევდა. დღეს ჩვენ ამ რეალობას ვცვლით. მე მინდა გამოვთქვა ჩვენი აღფრთოვანება, ჩვენი დიდი კმაყოფილება იმით, რომ საბოლოოდ მოევლება ასეთ მძიმე დაავადებას, როგორიც არის C ჰეპატიტი, რომელიც სულ უფრო და უფრო ვრცელდება მოსახლეობაში. ეს მართლაც აღსანიშნავი დღეა საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობის ისტორიაში. ეს გახლავთ რეალურად განსაკუთრებული მაგალითი კერძო და საჯარო პარტნიორობისა. მსოფლიოში ცნობილი კომპანია გილიარდის მონაწილეობით. მედიკამენტ სოფოს ბუვირის იგივე სოვალდის პირველი პარტია საქართველოში უკვე მომავალ კვირაში ჩამოვა. C ჰეპატიტით დაავადებულთა რეგისტრაცია კი სოციალური მომსახურების სააგენტოებში უახლოეს დღეებში დაიწყება. პირველ ეტაპზე მკურნალობის კურსს 5000 ყველაზე მძიმედ დაავადებული პაციენტი გაივლის. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში ქართველი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი ახალი თაობის კიდევ ერთი პრეპარატი ჰარმონი გახდება. მედიკამენტი საქართველოში მომავალ კვირას იქნება. წარმოდგენილი გეგმით პირველ რიგში ეს პრეპარატი გადაუდებელ საჭიროებას 5000 ადამიანისთვის წარმოადგენს. საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელშიც მსგავსი პროექტი ხორციელდება. ეს არის ნაბიჯი წინ ცოტაა, ეს არის სხვა ეპოქა იმასთან შედარებით, რაც მანამდე იყო. ამ ორივე მედიკამენტის გამოყენებით C ჰეპატიტი განკურნებადია პრაქტიკულად 100% შემთხვევაში. C ჰეპატიტის ელიმინაციის 5-წლიანი პროგრამა მკურნალობასთან ერთად დაავადების ყველა ახალი შემთხვევის გამოვლენასა და პრევენციასაც ითვალისწინებს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში დაავადება ქვეყანაში მთლიანად აღმოიფხვრება. უფრო ვრცლად დღეს გაფორმებულ მემორანდუმსა და სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის მექანიზმებზე მოამბის სტუმრის ბლოგში თავად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ისაუბრებს. მანამდე კი დღის სხვა მთავარი თემები, როგორ უნდა შეჩერდეს რუსული აგრესია უკრაინის აღმოსავლეთში, უკრაინული კრიზისი, ამჯერად განხილვის მთავარი თემა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იქნება. ხვალისთვის დაგეგმილ დებატებს არ დაესწრება რუსული დელეგაცია, რომელსაც ყირიმის ანექსიის გამო ხმის უფლება აქვს შეჩერებული. თუმცა რუსი დეპუტატების უფლებამოსილების საკითხი კვლავ აქტუალური რჩება. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე საომარი მოქმედებების და არაერთხელ დარღვეული მინსკის შეთანხმების გამო ევროსაბჭო რუსეთისთვის უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის საკითხს ივნისში დაგეგმილ სხდომაზე კიდევ ერთხელ მიუბრუნდება. ჩართვა სტრასბურგიდან ხვალინდელ დებატებს ქეთი ქარდავა გააშუქებს, რომელიც ახლა ერთი დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებს გაგვაცნობს. ქეთი ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ შეახსენებს შეუსრულებელ ვალდებულებებს. წევრი ქვეყნების დეპუტატები აცხადებენ, რომ მინსკის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ამ პრობლემის მშვიდობიანი გზებით გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს. დეპუტატები აცხადებენ, რომ იქნება საუბარი რუსეთის მხრიდან უპატივცემულობაზე მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ამბობენ, რომ რუსეთის ფედერაციას არ ექნება ხმის უფლება ამ ორგანიზაციაში, თუ არ შესრულდება ყველა ის რეზოლუცია, რომელიც მიიღეს სწორედ უკრაინასთან დაკავშირებით და არა მარტო. საკითხი ეხება საქართველოსაც. ვინაიდან 2008 წლის ომის შემდეგ საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო არაერთი რეზოლუცია, რომელშიც არის კონკრეტული ვალდებულებები დაკისრებული და რუსეთს ეს ვალდებულებებიც არ შეუსრულებია. ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ხვალ აპირებენ, რომ დებატებში მონაწილეობა მიიღონ და მხარდაჭერა გამოუცხადონ უკრაინის ხელისუფლებას. საპარლამენტო ასამბლეისთვის უკრაინის თემა და რუსეთის სანქციების საკითხი იქამდე დარჩება, როგორც ჩანს, პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად, ვიდრე პრობლემები რჩება მოუგვარებელი. და რჩება ეს პრობლემები, უკრაინის ვითარება არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს. ვალდებულებები, რომელიც აქვს რუსეთს დაკისრებული ევროსაბჭოს მხრიდან, ეს ვალდებულებები შეუსრულებელია. ევროსაბჭო
ამ საკითხის მიმართ, როგორც ირკვევა, ამ სესიაზეც იქნება ერთსულოვანი და პრინციპული. ჩვენ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებაში ხარს დაუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტის გამტკიცებას და მის დეოკუპაციას და ყველა უმკაცრეს მოთხოვნას ოკუპანტის სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. რუსეთი არ შანტაჟებდა ევროსაბჭოს იმით, რომ ის შეწყვეტს ევროსაბჭოს დაფინანსებას და ბუნებრივია ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნებოდა ამ ორგანიზაციისთვის, მაგრამ სულ რაღაც ერთი თვე არის თურქეთმა გააკეთა განაცხადი, რომ მას სურს მიიღოს მსხვილი გადამხდელის სტატუსი და ევროსაბჭომაც გაიზიარა ეს მოთხოვნა, რაც გულისხმობს, რომ თურქეთის სახით ევროსაბჭოს შეემატება კიდევ ერთი მსხვილი გადამხდელი, რაც გარკვეულწილად აბალანსებს იმ მუქარას და შანტაჟის საგანს, რომლითაც რუსეთი წლებია მანიპულირებს. უკვე წინასწარ არის ცნობილი, რომ მხოლოდ დებატების დროს ძალიან დიდი დრო დაეთმობა ნადია სავჩენკოს თემასაც. ორგანიზაციის წარმომადგენლები ითხოვენ მის უპირობო გათავისუფლებას. რუსეთის ხელისუფლების წევრები კი ამბობენ, რომ ამ ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე სავჩენკოს ვერ გაათავისუფლებენ და ის სასამართლომ უნდა გაამართლოს. გმადლობთ ქეთი ქარდავა საუბრობდა სტრასბურგიდან. სწორედ უკრაინის კრიზისი იყო მთავარი თემა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კიევში გამართულ შეხვედრებზეც. დავით უსუფაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად უკრაინის დედაქალაქში ვიზიტს განაგრძობს. უსუფაშვილი დღეს დეპუტატებთან ერთად მთავრობის სასახლეში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიიღო არსენ იაცენუკთან გამართულ აუდიენციაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესსა და ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე გაიმართა რადას თავმჯდომარესთან და დეპუტატებთანაც. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამხრები ფორმატი, რომელშიც ქართული, უკრაინული და მოლდოვური მხარეები ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივად იმუშავებენ. ჩვენ მთავარი ამოცანა იყო კიდევ ერთხელ ჩვენს კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან გვესაუბრა იმ ვითარებაზე, რაც შექმნილია უკრაინაში, რაც შექმნილია რეგიონში, საქართველოში. ძალიან ახლო მომავალში იქნება საინტერესო ღონისძიებები. მაისის დასაწყისში თბილისში გაიმართება უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს პარლამენტების საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეების, აგრეთვე ევრონესში წარმომადგენლების შეხვედრა, ორდღიანი ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა, რომლის დროსაც დაიგეგმება შემდგომი თანამშრომლობა სამი ქვეყნის პარლამენტებს შორის. ხვალკი საქართველოში ბელორუსის პირველი პირი ჩამოდის ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისში 19 საათზე ალოდებიან. დაგეგმილია მოლაპარაკებები პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბელორუსის პრეზიდენტი აჭარასაც ესტუმრება, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ქობულეთში მდებარე რამდენიმე საწარმოს დაათვალიერებს. ბელორუსის პირველი პირი გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ 1 წლის წინ უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს მოიწვია. იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული განცხადებას ავრცელებს ადვოკატის მიერ გასაჯაროებულ წერილში გია სოსანაშვილი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილიდან აღებული დნმ-ის მეორე ნიმუში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელს ეკუთვნის, რაც მისივე თქმით ნიმუშის გაყალბებას ადასტურებს. ინფორმაციის გადასამოწმებლად დაკავებული ითხოვს, რომ როინასანიძეს დნმ-ის ანალიზი სასწრაფოდ ჩაუტარდეს. მოთხოვნა აქვს ბრალდებულის დაცვის მხარესაც, რომელიც ყარაფილოში იური ვაზაგაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას ითხოვს, თუმცა სოსანაშვილის დაცვის მხარის ამ განცხადებას ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი აბსურდულად მიიჩნევს. მეორე დნმ რაც ამოჩენილია ფალიაზე, ჩემი დაცვის ყოფის გადმოცემით კატეგორიულად იძახის, რომ ეკუთვნის როინ ასანიძეს და ახსნა კიდევაც თუ რანაირი საშუალებით და როგორ აღმოჩნდა ფალიაზე. შუამდგომლობით მივართავ სახელმწიფო ბრალდებას, როგორც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა დამავალა, რომ როინ ასანიძესთან იყოს აღებული დნმ-ის სინჯი და აღნიშნული სინჯის აღებას ნამდვილად უნდა ვესწრებოდე. დამატებით გაიჩრდოს არც გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის სოფლის სახლი. ფაქტი, რომ დღეს მდგომარეობით კიდევ თურმე საჭიროა ყარაფილაში ბატონი იური ვაზაგაშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა არის აბსურდულად ალოგიკური. ამას არანაირი კავშირი არ აქვს თუნდაც იური ვაზაგაშვილის მიმართ განხორციელებულ მკვლელობის ფაქტთან. ეს არის უბრალოდ განცხადება განცხადებისათვის და უნდათ რომ საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ გარკვეულწილად სხვა უფრო მათთვის ვითომ და საინტერესო თემებს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი კი პროკურატურას სიცრუის გავრცელებაში სდებს ბრალს. გიორგი ჩივიაშვილი ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ექს-პრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. პროკურატურის მითითებულ განცხადებაში დანაშაულის კვალიფიკაციაზეა საუბარი. კერძოდ, 2005 წელს ჩადენილი დანაშაული, რომელიც მითითებულ დროს 5-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს განეკუთვნებოდა, სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქციით მხოლოდ 7-დან 9 წლამდე სასჯელს გულისხმობს. თუმცა, როგორც ექს-პრეზიდენტის ადვოკატი განმარტავს, საგამოძიებო უწყება ახლა ჩიხშია შესული, რის გამოც საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის. ადვოკატის ამ განცხადებას უკვე უპასუხეს პროკურატურიდან. წამოვიღე სპეციალურად იმ პერიოდში მოქმედი რედაქცია, სადაც საერთოდ არ არსებობს მეხუთე პუნქტი 117 მუხლის. ამის შემდეგ, როდესაც მიხვდნენ, რომ წარდგენილი აქვს პრეზიდენტს თავარი პროკურორის ხელის მოწერით ისეთი დადგენილება პასუხისმგებაში მიცემის შესახებ, რომელიც საერთოდ არ არსებობს ეს პუნქტი, გადაწყვიტა პროკურატურამ გაეკეთებინა განცხადება, თითქოს და მას უფრო მსუბუქი სასჯელო დანიშნო და ამიტომ დღეს მოქმედი რედაქციით აქვს წარდგენილი. ისინი არიან მოქცეული ჩიხში, უბრალოდ ცდილობენ ასეთი ტიპის ტყუილებით გამოვიდნენ ამ გამოუვალე მდგომარეობისგან. პროკურატურას არ უთქვამს, რომ თავარი პროკურორის მიერ გამოტანილ დადგენილებაზე ბრალდების მხარე პასუხს ვერ აგებდა. როდესაც ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ გამოყენებული იყო ძველი კანონი, ჩვენ ვიგულისხმებთ, რომ ამ შემთხვევაში ბრალდება წარდგენილი ქონდა ძველი დისპოზიციით, ანუ ქმედების აღწერილობა გამოყენებული იყო ძველი კანონის მიხედვით. ვინაიდან ახალი კანონის შემთხვევაში ქმედების აღწერილობა არ შეცვლილა. რომ შეცვლილი იყო ახალი კანონით ქმედების აღწერილობა, ბრალდების მხარეს უკვე აღარ გვექნებოდა უფლება გამოგვეყენებია ახალი კანონი. ვინაიდან ქმედება იქნებოდა გაუქმებული. დაჩი დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს საქალაქო სასამართლო პროკურატურის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მიხეილ გრძელიშვილი დამნაშავედ ცნო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით დამნაშავე მკვლელობის ჩადენის მომენტში პირობით მსჯავრს იხდიდა, რის გამოც მას 13-ის ნაცვლად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დიჯეი დაჩი დარჩი ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 2014 წლის აგვისტოში მოკლეს. დანაშაულის ჩადენის მოტივად ურთიერთჩალაპარაკება სახელდება. მოკვლის განზრახვით იყო ემატებინა, თუმცა ნაწილი დაუბრუნდა. დანაშაულთა ერთობლივობით მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. იგი დანაშაული ჩადენის დროს იყვებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, შესაბამისად გაუქმდა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლივობით მიხეილ გრძელიშვილს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები არიან შეკრებილები აქციის მონაწილეები პირდაპირ ეთერს ითხოვენ. ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი თამარ გოგესაშვილი, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთვალ. თამარ, უფრო კონკრეტულად რა მოთხოვნებით არიან მოსულები იპოთეკით დაზარალებულები? თამთა თითქმის 1 საათია იპოთეკით დაზარალებულები შეიკრიბნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. მათ აქვთ სურვილი, რომ მოთხოვნები გააჟღერონ პირდაპირ ეთერის საშუალებით. ისინი ითხოვენ უპირობოდ შეწყდეს გამოსახლება. უფრო დეტალურად ამ მოთხოვნების შესახებ მოვისმენთ უშუალოდ აქციის მონაწილეებისგან, რომ გითხრათ რა არის თქვენი მოთხოვნა და აქ შეკრების მიზანი. მივესალმები სრულიად საქართველოს, მადლობას მოუხდი საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს, რომ მოგცეს საშუალება, რომ საზოგადოებას პირდაპირ ეთერიდან მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა არის ჩვენი პრეტენზიები და რას მოვითხოთ ხელისუფლებისგან. ანუ ჩვენი მოთხოვნა უპირობოდ დაუყოვნებლივ შეწყდეს მოსახლეობის გამოსახლება სახლებიდან. ეს არის არაადამიანური მოპყრობა და ამ ძალიან თავმოყარე ვაჟკაცი ერის შეურაცხყოფა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რადგან ეს მოსახლეობა, რომელიც დგას იმის საშიშროების წინაშე, რომ ყრილიხნა სახლებიდან არის ქვეყანაში არსებული უსამართლო კანონების მსხვერპლი და იმ რეჟიმების შედეგია ეს, რომელიც გამოვიარეთ, რითაც ქართველი ერი და მოსახლეობა გახდა ქონების დაკარგა ქონება და გახდნენ უსახკარო. არაფრით არ დაუშვებთ გაგრძელდეს ეს პროცესი საქართველოში. და რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ ამას? ჩვენ დღეს მოვედით აქციით, ხედავს ალბათ მთელი საქართველო აქ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ვაპირებთ გავაგრძელოთ აქციები, მივმართავთ აქედან იმედის ტელევიზიას და ქალბატონ ინგა გრიგოლიას, რომ პარასკევს ჩვენ მოვალთ იმედის ტელევიზიასთან იგივე მოთხოვნით, რომ დაგვითნონ პირდაპირ ეთერი და ჩვენ ამ წუთშიც გვაქვს მოთხოვნა იმის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ვთხოვოთ კიდევ, არა მარტო ასე ჩართვით, გადაცემა პირდაპირ ეთერი დაგვითმონ აუცილებლად იმისთვის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტად სწორად, რატო არის ქართველი ერის 90% ბანკების და კერძო მებაღშეების ხელში, რა მიიყვანა ქართველი ერი ამ მდგომარეობამდე, გავაცნოთ და უთხრა საზოგადოებას, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ იცის საზოგადოებამ რისი მსხვერპლია და რატო არის ერი ასე გაღარიბებული. და მივმართავ ქალბატონ ინგა გრიგოლიას და ვთხოვ
რომ პარასკევს დაგვითმოს პირდაპირ ეთერი, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სწორად ინფორმაცია, რა დღეში არის დღეს ქართველი მოსახლეობა. და კიდე კვირას ვაპირებთ, მივადგეთ GDS. და იქაც მოვითხოვთ აუცილებლად 20-30-ს მოვითხოვთ აუცილებლად ჩაწერას გადაცემას თუ შესაძლებელი იქნება პირდაპირ ეთერს და საერთოდ ყველა ტელევიზიებისგან ვითხოვთ პირდაპირ ეთერს, იმიტომ რომ ვერაფრით 2 წელიწადნახევარია დავრივარ და ხელისუფლებას ვერ გავაგებიეთ, ვერ მივახვედრეთ, ვერ აუხსენით კარგად, ვერ გაიგეს თუ რა მძიმე მდგომარეობაშია და ყოფაში დღეს საქართველოს მოსახლეობა. ერთი რამ მინდა გავაჟღერო, იმედის ტელევიზიით გადის რეკლამა, რომ ვითომ დადიანის ქუჩის პირველ ნომერში არის რაღაც გაჭირვებულების სოციალურად დაუცველების და უსახკაროების დახმარება. ეს ხალხი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ერთხელ ამ ხალხმა შეიყვანა ხალხი შეცდომაში, ეს არის აფერისტების ჯგუფი. ვაცხადე პირდაპირ, ხალხო ნუ შეხვალ შეცდომაში, ეს არის კიდე ერთი მცდელობა ხელისუფლების იმის, რომ დააცალცალკევოს, გათიშოს ხალხი. ამიტომ მოგიწევთ საზოგადოებას, მოვიდნენ ჩვენთან ერთად, ჩვენ არ დაუშვებთ არანაირად აწი ქართველი ერის ასე გაწირვას. დიდი მადლობა, ეს იყო მოთხოვნები, რომელიც გააჟღერეს იპოთეკით დაზარალებულებმა, რომლებიც ამ წუთებშიც შეკრებულები არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. გმადლობ თამარ გოგესაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან, სადაც კერძო იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები არიან შეკრებილები. 2 დღეში პირველ კლასელთა რეგისტრაცია უნდა დაიწყოს. პროცესი წინა წლების მსგავსად 3 ეტაპიანი იქნება. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით სკოლებში წელს მხოლოდ იმ მოსწავლეებს ჩარიცხავენ, რომლებსაც 6 წელი 14 სექტემბრამდე უსრულდებათ. ლიზა ასანიძე 6 წლისაა და სკოლაში წასასვლელად ემზადება. ლიზას დედას სასურველი სკოლები უკვე შერჩეული აქვს. სოფო ხუნდაძე რეგისტრაციის თარიღს ელოდება, რომ სასურველ სკოლაში დარეგისტრირება დროულად შეძლოს. ვარც ასკოლო ასაკის, ვემზადებით, რეგისტრაციას ველოდებით, გვაქვს რამოდენიმე სკოლა არჩეული და იმედი გვაქვს, რომ გავივლით რეგისტრაციას წარმატებით და მოხვდებით ჩვენ სასურველ სკოლაში. პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 23 აპრილს დაიწყება და 4 მაისს დასრულდება. პირველ ეტაპზე სკოლები არეგისტრირებენ იმ მოსწავლეებს, რომლის და-ან-ძმა სწავლობს იგივე სკოლაში ან მშობელი სკოლის თანამშრომელია. რეგისტრაციის გავლის საშუალება იქნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი არის უკვე 6 წელი, ანუ შეუსრულათ 6 წელი სწავლის დაწყებამდე, ანუ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. ბავშვის რეგისტრაციისათვის მშობელი აუცილებელია შევიდეს საიტზე registration MSG, სადაც უნდა შეიყვანოს ის ინფორმაცია, რომელიც არის მოთხოვნილი. პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. მშობლებს ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი კითხვის შევსების შემდეგ რეგისტრაციის გავლა მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონულ პოსტაზე სპეციალური შეტყობინებით დაუდასტურდებათ. საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება ზუსტად 9 საათზე. ეს არის რეგისტრაციის მეორე ეტაპი, რომელიც გაგრძელდება დაახლოებით 1 თვის განმავლობაში, რის დასრულების შემდეგაც მშობლებმა უნდა მიიტანონ საბუთები სკოლაში და ხოლო სკოლამ მონიშნოს და გამოსცეს ბრძანება ამ ბავშვის რეგისტრაციის შესახებ. ამის შემდეგ ეს ბავშვი ითვლება უკვე პირველკლასელად. რეგისტრაციის გავლას მხოლოდ ის მოსწავლეები შეძლებენ, რომლებსაც სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 6 წელი. პირველკლასელთათვის პირველი ზარი 14 სექტემბერს დაირეკება. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში პარლამენტს კორექტებები შეაქვს. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც ხმაურის შემთხვევაში ობიექტების მეპატრონეთა დაჯარიმებას გულისხმობს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი შენიშნა პროექტის იმ ნაწილის მიმართ აქვს, რომელიც კანონდარღვევის პირველი შემთხვევის დროს გათვალისწინებულ სანქციებს ეხება. კონკრეტულად რა რეგულაციებს აწესებს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც თავის დროზე დედაქალაქის საკრებულომ დეპუტატთა ერთი ნაწილის პროტესტის ფონზე მიიღო. დეტალები ჩვენს რეპორტაჟში. კანონპროექტში, რომელიც ქალაქში ხმაურის დონეს დაარეგულირებს, ცვლილებები შედის. ხმაური დასჯადი ხდება, თუმცა პირველი შემთხვევა ჯარიმის ნაცვლად შესაძლოა გაფრთხილებით შემოიფარგლოს. ამ რეკომენდაციის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია. რეკომენდაცია გააწიეს მათ, რომ ყოფილიყო, ესე ვთქვათ, გაფრთხილებაც სანქციებთან ერთად. ანუ პირველ ჯერზე დაჯარიმების საპატრულო ეკიპაჟები, ამ შემთხვევაში პოლიცია, ექნება საშუალება, რომ როგორც გაფრთხილებაზე, ასევე იმშელოს კონკრეტულად თანხის, ესე ვთქვათ, ჯარიმის დაკისრებას. ძალიან ბევრი საჯარო ადგილია, სადაც დასაშვებზე მეტია ხმაური, რომელიც არღვევს ჩვენი მოსახლეობის მყუდროებას. ჩვენ გვინდა, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს კანონით და ყველა მიცოდეს, რა ზღვარი უნდა დაიცვას.
საკრებულოს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით დილის 7 საათიდან საღამოს 23 საათამდე ხმაური დასაშვები იქნება 40 დეციბელის ფარგლებში. საღამოს 23 საათიდან დილის 7 საათამდე კი 30 დეციბელის ფარგლებში. გადაჭარბებული ხმაურის გამო ფიზიკური პირები 150-დან 300 ლარამდე, ორგანიზაციები კი 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდებიან. განმეორებით შემთხვევაში სანქციები გაორმაგდება. ხმაური არ უნდა აწუხებდეს ის რამე მოსახლეობას საერთოდ. თუ იქნება და მიიღებენ ან ორგანიზებას, კარგი იქნება. მთელ ქალაქში გვაწუხებს. სახლებშიც და გარეთაც. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მოწინააღმდეგეები პარლამენტში და საკრებულოში წავს. მნიშვნელოვანია კაფეოდ გაწერილი კრიტერიუმები, კაფეოდ გაწერილი ნორმები და არა ისეთი ზოგადი ხასიათის კანონპროექტი, როგორც დღეს ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა მხოლოდ მეწარმეებზე ზეწოლის და გამოძალვის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ჩინოვნიკების ხელში, ხოლო მეორე მხრივ მოსახლეობის პრობლემებს ვერ მოაგვარებს. იმ შემთხვევაში თუ ახალ ინიციატივას პარლამენტი დაამტკიცებს, ხმაურზე რეაგირება პატრულს დაეკისრება. მოხდება თანამშრომლების გადამზადება და მათ ხმაურის გასაზომი სპეციალური აღჭურვილობაც გადაეცემათ. ხმაურის დონე კი არაუშუალოდ ხმაურის ადგილას, არამედ იმ ტერიტორიაზე შემოწმდება, საიდანაც შეწუხებულმა მოსახლემ გარეკა. რა ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ რუსეთი ზარალს ითვლის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ღიად ამბობს, რომ დასავლეთის სანქციების შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 25 მილიარდ ევროს შეადგენს. დიმიტრი მედვედევის განმარტებით, მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ დანაკლისს განიცდის. პრემიერი იქვე აღიარებს, რომ არ არსებობს არც ერთი სექტორი ეკონომიკაში, რომელიც სანქციების შედეგად არ დაზარალებულა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ავსტრალიამ მოსკოვის წინააღმდეგ ერთი წლის განმავლობაში არაერთი სანქცია დააწესა. ეგვიპტის ექს-პრეზიდენტ მუჰამედ მურსის სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ექს-პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მურსის ბრალდება ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს აქციის მონაწილეთა დახოცვის ბრძანების გაცემა. პარალელურად მოძრაობა ძმები მუსლიმანები ეგვიპტელებს მოუწოდებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოვიდნენ. ეგვიპტის რევოლუცია ახლა კრიტიკული პერიოდის წინაშეა. გარკვეული ჯგუფი ცდილობს ქვეყანა ქაოსისკენ წაიყვანოს რეპრესიებით, მკვლელობებითა და წამებით, ამობენ ძმები მუსლიმანები. შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის მთავრობამ ძმები მუსლიმანები ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად გამოაცხადა. ძლიერი შტორმის შედეგად ავსტრალიაში 3 ადამიანია დაღუპული. სტიქი ახალ სამხრეთ უელსის შტატს დაატყდა თავს. წყალდიდობისა და ქარიშხლის გამო დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, ასევე დაზიანებულია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა და ელექტროხაზები, რის გამოც სიდნეისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატის ქალაქებში 200,000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ქარის სიჩქარე უკვე საათში 135 კილომეტრს აღწევს. სინოპტიკოსები გამოდარებას უახლოეს დღეებში პროგნოზირებენ. და ახლა სპორტის ახალი ამბები უნდა მოვისმენთ, რომელებსაც ოთარ გიორგაძე გავგაცნობს. ოთარ, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის ეთამთა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტების ვინაობა დღეს ბარსელონასა და მიუნხენში გაირგვა ორცლად რამდენიმე წუთში. საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტმა შესაძლოა საგამოძიებო უწყებას მიმართოს. ილია კოკაია გორის დილოსთან არ შემდგარი მატჩის საკუთარ ვერსიებზე საუბრობს და საფეხბურთო საქმიანობის გაგრძელებას თბილისში გეგმავს. პარალელურად ზესტაფონში რამდენიმე საათიანი სხდობა კლუბის მომავალზე კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კლუბის დაფინანსებაზე უარი გუნდში არსებული დავალიანების გამო განაცხადა. საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 6 დღე რჩება. კლუბის პრეზიდენტმა გუნდის დატოვების შესახებ გადაცემა სპორტული არენას ეთერში ისაუბრა. ილია კოკავიამ ზესტაფონისა და გორის დილას შორის არ შემდგარ მატჩთან დაკავშირებით საკუთარი ვერსიები გაახმაურა. გორის თამაშის წინ მოვიდა ძალიან ცუდი სიგნალი, რომ რამდენიმე მოთამაშეზე, ჩვენს კლუბის რამდენიმე მოთამაშეზე იყო გარკვეული ზეწოლა. ერთ-ერთ მოთამაშესთან საერთოდ მოხდა რაღაც შეხვედრა, სადაც მას შესთავაზეს გარკვეული თანხა. ჩვენ აუცილებლად ამას განავცემთ სამართალდამცავ ორგანოებს. როდესაც კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გაიგო, ჩააყენა ფედერაცია, უბრალოდ ფედერაციას თხოვა, რომ თამაში გადაეტოთ. მათ არ მიუწერიათ ეს ოფიციალურად, იმიტომ რომ ჩვენ არ ქონდა ოფიციალური არავითარი სამხილი თუ საბუთი, რომ ესეთი რაღაცა მოხდა. ჩემპიონატის ამჟამინდელი ლიდერი გორის დილა ილია კოკაიას ბრალდებებს საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალური კომენტარით პასუხობს.
უხერხულია დღევანდელი გორის დილას მისამართით ასეთი აბსურდულ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება. ჩვენ გვესმის, რომ ეროვნული ჩემპიონატის სეზონი მთავრდება და დაძაბულობა მატულობს. დილას ამართლიანად იმყოფება პირველ ადგილზე. ჩვენ მსგავსი ბინძურის წინააღმდეგი ვართ და არც ამ ბინძურს საინფორმაციო ომში ვაპირებთ ჩაბმას. საფეხბურთო კლუბი დილა მზად არის გახსნილად ითანამშრომლოს ყველა დონეზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სხდომა კლუბის დაფინანსების თემაზე რამდენიმე საათს გაგრძელდა. ხანგრძლივი დისკუსია კლუბის მომავალთან დაკავშირებით უშედეგოდ დასრულდა. საგრებულომ დღეს მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გუნდი არ დაფინანსებს. იმ შემთხვევაში, თუ გუნდს აღარ ექნება ვალები, ამ შემთხვევაში საგრებულო დადებითად გადაწყვეტავს გუნდის დაფინანსების საკითხს. როცა ჩვენ წარმოგვიდგინა ბატონ ველიამ ჩვენი მოთხოვნით აუდიტის დასკვნა და თავის ფინანსური ბალანსი, აღმოჩნდა, რომ მისი აქტივი ორჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე მისი ვალები. საკრებულოს გადაწყვეტილებას შევაფასებ სამარცხვინოდ. ძალიან ზესტაფონელი ვარ და ძალიან მწვენეა, რომ ჩემ ქალაქში ეს მსგავსი რამ მოხდა. როგორ გამართარდება კლუბის მომავალი და რომელ ლიგაში გადაინაცვლებს საქართველოს ორგზის ჩემპიონი გუნდი, სეზონის ბოლოს გახდება ცნობილი. კლუბის უცვლელი პრეზიდენტი ილია კოკაია კი საფეხბურთო საქმიანობის დაწყებას თბილისში გეგმავს. ცურვაში საქართველოს ეროვნული და იუნიორთა ნაკრების წევრებმა ბელორუსის გია ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. ქალაქ ბრესტში გამართულ პირობაზე ქართველმა მოძრაობამ სხვადასხვა სინჯის медаლი მოიპოვა, სოფროს მედლის მფლობელი გახდა აკაკი ვაშაკიძე, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა 200 მეტრზე ბატერფლაი ცურვაში და ასევე გულაკმა ცურვაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა. ბრინჯაოს медаლი მოიპოვა თემო კობახიძემ, ვერცხლისა და ბრინჯაოს медаლი მოიგო ნაკრების გამოსილმა წევრმა ირაკლი რევიშვილმა. 200 მეტრზე თავისუფალში რევიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა, 400 მეტრზე კი ვერცხლის медаლი მოიგო. რევიშვილს რიოს ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად დონითელი 6/10 წამი დააკლდა. UEFA ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა. მიუნხენის ბაიერნი ალიანს არენაზე პორტოს დაუპირისპირდება. გერმანულმა კლუბმა პირველი შეხვედრა 3-1 დათმო. გვარდიოლას რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება. დაცვის ხაზში პრობლემები აქვს პორტუსაც. მეორე მატჩი კამპ ნოუზე შედგება, სადაც ბარსელონა პარიზის სენ-ჟერმენს უმასპინძლებს. ესპანელებმა პირველი შეხვედრა პარიზში 3-1 მოიგეს. მატჩები თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. საზოგადოებრივი მომწყებლის პირველი ერხი ბარსელონასა და სენ-ჟერმენის მატჩს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ქრისტავარ სპორტული ამბები ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით. მადლობთ ოთარ გიორგაძემ გაგვაცნო სპორტის ახალი ამბები და ახლა კულტურა. 12 მაისიდან კლასიკური მუსიკისა და ჯაზის მოყვარულებს ხუთი საინტერესო საღამო ელოდება. ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეისადმი მიძღვნილ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად თბილისის ცნობილი ვოკალური ანსამბლები მანჰეტენ ტრანსფერი და ნიუ-იორკ ვოისეს ესტუმრებიან. დაგეგმილია ვახტანგ კახიძის საავტორო საღამო, სადაც კომპოზიტორის მიერ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი ცნობილი ნაწარმოებები შესრულდება. ქართულ მუსიკალურ ცხოვრებას მალე კიდევ ერთი საინტერესო ფესტივალი შეემატება. ჯანსუღ კახიძის 80 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი კლასიკურ მუსიკასა და ჯაზს გააერთიანებს. თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში დაგეგმილია ხუთი საღამო, რომელშიც მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი. ორკესტრმა მაესტრო ვახტანგ კახიძესთან ერთად პირველი რეპეტიცია დღეს გაიარა. ამ ფესტივალში თავარი მოქმედი პირი არის თბილისის სიმფონიური ორკესტრი. ოღონდ ჟანრობრივად ეს ფესტივალი განსხვავებული იქნება. ესე რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ორკესტრი და ეს დიდი სახელები. თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სახელგანთქმული ამერიკული ვოკალური ანსამბლები The Manhattan Transfer და New York Voices. რამდენიმე ათეული ალბომისა და პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი Manhattan Transfer-ი 1969 წელს დაარსდა და დღემდე პოპულარობის მწვერვალზეა. New York Voices 1987 წელს იატაკას კოლეჯის ბაზაზე დაფუძნდა. პირველი ალბომი 2 წლის შემდეგ გამოიცა. 1996 წელს ჯგუფი გრემის ლაურეატი გახდა. ბენჩი სიმღერის გარდა ჯგუფის 4-ვე წევრს აქვს წარმატებული სოლო კარიერა. წელს შესაძლებელი გახდა ორი მსოფლიოს სახელგანთქმული ჯგუფის მოწვევა. ეს არის Manhattan Transfer, რომელიც გახსნის ფესტივალს. და შემდეგ New York Voices, რომელიც დახურავს ფესტივალს. დეკემბერში ჩვენ მათთან ერთად გავმართეთ კონცერტი, ეს იყო საქველმოქმედო კონცერტი და მე იმდენად მომეწონა მათთან თანამშრომლობა, რომ შევთავაზე, რომ ამ ფესტივალშიც მიიღოთ მონაწილეობა და რასაკვირველი პროგრამა იქნება განსხვავებული. Manhattan Transfer-ი ნამყოფია 1998 წელს განსხვავებული პროგრამით, რასაკვირველია.
კონცერტი, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდება 22 და 24 მაისსაა დაგეგმილი. ვახტანგ კახიძის საავტორო საღამოში მონაწილეობას ახალგაზრდა შემსრულებლები მიიღებენ. აჟღერდება კომპოზიტორის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილი მუსიკა კინოსა და თეატრისთვის, ცნობილი სიმღერები და ჯაზ ფოლკ კომპოზიციები. თავაზობს მატო ამ ფესტივალის პარკლებში საავტორო კონცერტს, რომელიც ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება, პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია და რაც მთავარია, არის ყველა ასაკის მსმენელისთვის, ყველა თაობის მსმენელისთვის. პროგრამაში ასევე იქნება კარლ ორფის ნაწარმოები კარმინა ბურანა, რომელსაც სახელმწიფო საგუნდო კაპელა შეასრულებს. ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი 12 მაისს The Manhattan Transfer-ის კონცერტით გაიხსნება. ასეთი იყო დღის მთავარი თემები, მე ხვალამდე დაგემშვიდობებით, ეთერს კი უკვე სტუმართან ერთად ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განაგზავს. საღამოშვიდობისა, მადლობა თამთა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ოფიციალურად დაიწყო 5000 პაციენტისთვის აუცილებელი თანამედროვე მედიკამენტი სოფოსბუირი საქართველოში რამდენიმე დღეში შემოვა. შემოდგომიდან კი პროექტი აქტიურ ფაზაში შევა. წლის მანძილზე წინასწარი გათვლებით სახელმწიფო C ჰეპატიტით დაავადებული 20000 მოქალაქის მკურნალობას გეგმავს. მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია საქართველოს ყოველწლიურად 2 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების წამალს საჩუქრად გადმოსცემს. შედახმებას ხელი დღეს მოეწერა. პროექტის დეტალებზე პირდაპირ ეთერში ახლა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო ისაუბრებს. საღამოშვიდობისა ბატონ დავით, მადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საღამოშვიდობის, მადლობთ მოწვევისთვის. ბატონ დავით, როგორც გაირკვა უკვე უახლოეს დღეებში შემოვა სოფოსბუირის პირველი ნაკადი საქართველოში. მკურნალობას გაივლის 5000 ადამიანი, ვისაც ეს გადაუდებლად ჭირდება. გაიარეს თუ არა ამ მოქალაქეებმა უკვე რეგისტრაცია, როგორ უნდა მოიქცენ ისინი ახლა? როგორც თქვენ აღნიშნეთ, პირველი 5000 ადამიანი, რომელიც დაუყოვნებლივ ჩაერთვება ამ პროგრამაში, ჩართულობის კრიტერიუმი იქნება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველაზე უფრო შორს წასული შემთხვევები, ვისაც აქვთ, მათ ნაწილს უკვე გავლილი აქვს დიაგნოსტიკა, ხოლო იმ ნაწილს, ვისაც არ აქვს გავლილი სამკურნალობის წინა გამოკვლევები, ჩვენ ამაში დავეხმარებით. მათ შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს, იქ მიიღებენ დაწვრილებით ინფორმაციას, რა სახის კვლევები არის საჭირო, ჩვენ დაუფინანსებთ, თანადაფინანსებით ხარში ამოუდგებით ყველა მათთაგანს, რომ დროულად ჩაიტარონ ეს დიაგნოსტიკა და დროულად მიიღონ მკურნალობა. ბატონ დავით, როგორ გაგრძელდება უკვე ამის შემდეგ, შემოდგომაზე დაიწყება აქტიური ფაზა, რა იქნება აუცილებელი მოქალაქეებისთვის, რა დოკუმენტაცია, ასევე ნებისმიერ რეგიონში შეიძლებათ მათ რომ მიმართონ კლინიკებს, იქნება თუ არა ეს კლინიკების ჩამონათვალი შეზღუდული თუ ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ მათ დიაგნოზის ჩატარება, დიაგნოსტიკის ჩატარება. რაც შეეხება დოკუმენტაციის ჩამონათვალს, აქ სტანდარტული ჩამონათვალი არის, ეს არის ჩვეულებრივი ფორმა ჯანმრთელობის შესახებ, ეგრეთ წოდებული ფორმა ნომერი 100 და ის სტანდარტული კვლევები, რაც ტარდება ხოლმე C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის დროს. ამას ძალიან მარტივად განუმარტავენ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში და ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით დარიგდება ბუკლეტები, საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი ეს ყველაფერი. ჩართულობისთვის საჭირო დოკუმენტაცია ერთი და იგივე არის, როგორც აი ამ დაუყოვნებლივ ფაზაში, ასევე მოგვიანებით დიდი ელიმინაციის ფაზაში და ვარწმუნებ ამ დაავადების მქონე ადამიანებს, რომ უკლებლივ ყველა და სამართლიანად ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ჩაწყობის გარეშე მიიღებენ მკურნალობას. პირველ რიგში ის, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება ეს. ბატონ დავით, იქნება თუ არა რაიმე შეზღუდვები უკვე ვადებზე, თუ მაგალითად პაციენტს აქვს თანხმობა მედიკამენტის მიღებაზე. რა ვადაში და ვის უნდა მიმართოს უკვე მედიკამენტის წამლების მისაღებად? ჩვეულებრივ იმისათვის, რომ პაციენტების ნაკადის ოპტიმალური მომსახურება უზრუნველყოთ, ჩვენ ვთხოვთ ხოლმე პაციენტებს, რომ ყველა დოკუმენტის შეგროვებიდან ერთი კვირის 7 დღის განმავლობაში მიმართონ ხოლმე შესაბამის უწყებას. რაც შეეხება კვლევის ჩატარების ხანდაზმულობას, სასურველია, რომ ეს არ იყოს 3 თვეზე უფრო ძველი კვლევა, რადგან 3 თვის განმავლობაში შეიძლება მცირედ, მაგრამ შეიცვალოს კლინიკური მდგომარეობა. ასე რომ აი დროის ფანჯრები, ასე ვთქვათ, ასეთი არის. ბატონ დავით, როგორი იქნება მონიტორინგი მედიკამენტების გაცემა მიღებაზე? ითვალისწინებს თუ არა ეს პროცესი რაიმე შეზღუდვებს?
დიახ, მრავალი კომპონენტიდან, რომელიც შესრულებაც აუცილებელი პირობა იყო იმისათვის, რომ ეს პროექტი სწორედ საქართველოში და არა სხვაგან განხორციელებულიყო, ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ მაქსიმალურად დაცულები ყოფილიყავით ამ მედიკამენტის არალეგალური გადაყიდვისგან, რადგან საბაზრო ფასიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს არის 0 ღირებულება, ხოლო მისი, ასე ვთქვათ, საბაზრო ღირებულება არის ძალიან მაღალი. იმისათვის, რომ დაცულები ყოფილიყავით ამისაგან, ჩვენ შევიმუშავეთ სქემა, რომლის მიხედვითაც პაციენტი პირველ აპს მიიღებს სამედიცინო დაწესებულებაში, მის თვალწინ გაიხსნება 5, რომელსაც იქნება ერთთვის საკმარისი მარაგი, მე-14 დღეს 2 კვირის მერე ეს ადამიანი უნდა ეს პაციენტი უნდა მოვიდეს ისევ აჩვენოს სპეციალურად, ასე ვთქვათ, ავტორიზებულ პერსონალს ის, რომ სწორედ ეს რაოდენობა არის დახარჯული, ჩაიტაროს ერთჯერადი ტესტი, რომელთაც ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მან მართლაც ჩაიტარა, ამისი გაკეთება შესაძლებელი არის და შემდგომ 2 კვირასაც, ანუ ესეთი 2 კვირიანი გადამოწმებებით იქნება ეს მკურნალობის კურსი. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ამ კურსს დაარღვევს, აი ამ ნორმებს დაარღვევს, რამის ზომები გატარდება მის წინააღმდეგ, იგი დატოვებს პროგრამას თუ პირიქით გამკაცდება მასზე ზედამხედველობა. ჩვენ როდესაც ამაზე მუშაობდით და ვფიქრობდით, ვთვლიდით, რომ გარკვეული ზომები მიღებული უნდა ყოფილიყო. პირველივე ნაბიჯზე ჩვენ ვერ გავწირეთ ჩვენი მოქალაქეები, რომ მოგვეხსნა სახელმწიფო პროგრამიდან, ამიტომ დარღვევის შემთხვევაში ისინი გადავლენ უფრო მკაცრი ზედამხედველობის, კერძოდ ყოველდღიურად ისინი უნდა მოვიდნენ დაწესებულებაში და უშუალოდ ვიდეო კონტროლის ქვეშ მიიღონ ეს აბი და თან ხელზე ვეღარ გავატან შესაბამის რაოდენობას. ეს არის ესეთი რეალური პირობა. ბატონო დავით, პარალელურად და რა უნდა გააკეთონ პაციენტებმა იმისთვის, რომ მკურნალობის პროცესი იყოს სრულყოფილი? საკუთრივ მედიკამენტი, რომელსაც ისინი მიიღებენ წვეთს, ვირუსის გამრავლებას. სხვა სიტყვებით, ინფექცია მათ ღვიძლს აღარ დაემუქრება, მაგრამ ღვიძლი, რომლის ქსოვილიც ამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ეს პერიოდი სხვადასხვა ადამიანისთვის განიცდიდა ესეთ დამანგრეველ ზემოქმედებას, საჭიროებს ძალიან ფაქის მოვლას. ამიტომ აუცილებელი პირობა პაციენტების მხრიდან არის ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. არც მკურნალობამდე, არც მკურნალობის დროს და არც მკურნალობის შემდეგ კატეგორიულად არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება და ის სტანდარტული დიეტური და ჯანსაღი ცხოვრების რეკომენდაციები, რასაც მათ მკურნალი ექიმი მიასწვის დეტალურად, მათ აუცილებლად უნდა დაიცვან. ბატონო დავით, როგორც ცნობილია, გარკვეული დაფინანსება შეეხება დიაგნოსტიკის კომპონენტს. 8%-ობით დაფინანსდება დიაგნოსტიკა. დიახ, თუკი სამკურნალო კომპონენტში, როგორც მოგახსენეთ, პაციენტისთვის 0 ღირებულება იქნება, ისევე როგორც ხაზი მინდა გაუსვა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის, რადგანაც პროექტის ფარგლებში კომპანია გილეადი დიდი მადლობა მათ უსასყიდლოდ გადასცემს ჯანდაცვის სამინისტროს ამ მედიკამენტს. დიაგნოსტიკის კომპონენტში ჩვენ შევძელით, რომ ფასები შეგვემცირებია, ახლა გასაშუალებული ფასი დიაგნოსტიკის არის 480 ლარი, სოციალურად დაუცველებისათვის ჯანდაცვის სამინისტრო გადაიხდის აი ამ 480 ლარის 70%-ს, ხოლო დანარჩენი 154 ლარი იმედია, რომ ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები დაეხმარებიან, ან ეს ადამიანები შეძლებენ გარკვეულად ამ თანხის მობილიზებას, რადგანაც ამ ხელა მოცულობის მკურნალობისთვის ეს თანხა სავსებით მისაღები უნდა იყოს. თუმცა სოციალურად დაუცველებისთვის მე ვფიქრობ, რომ სრულად მოგვარდება ეს ყველაფერი. რაც შეეხება სხვა ყველა დანარჩენს, პირობითად რო ვთქვათ, ჯანდაცვის სამინისტრო დაეხმარება დიაგნოსტიკის ღირებულების 30%-ით, დანარჩენი თანხა დაახლოებით 300 ლარის ფარგლებში მათ თვითონ ექნებათ გადასახდელი. ბატონო დავით, როდესაც საუბარი იყო, რომ ესეთ პროექტს საქართველოს მთავრობა აპირებდა, არ სახელდებოდა ფასი, რა ეღირებოდა მკურნალობა. დღეს გაირკვა, რომ ის სრულიად უფასო არის. რა პირობის სანაცვლოდ გვაძლევს სოფოსბურის მწარმოებელი კომპანია მედიკამენტს საქართველოს სრულიად უფასოდ? საქმე იმაშია, რომ პროექტის წარმატების საწინდარი და პროექტის კონსტრუქცია შედგება 3 მონაწილე მხარისაგან. ეს არის საქართველოს მთავრობა, კომპანია გილეადი, მწარმოებელი ამ მედიკამენტის
და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. შესაბამისად, ამ პროექტმა მიიღო ამ ერთწლიანი მოლაპარაკების დროს არა მხოლოდ იაფიანი ან თქვათ ასე უფასო წამლის მიწოდების პროექტი, არამედ დაავადების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის მოდელის შექმნა. ბევრი პირობა იყო იმისათვის დასაკმაყოფილებელი, რომ ეს სანიმუშო ქვეყანა საქართველოს გამختارიყო, რომლის გამოცდილებასაც გადაიღებდნენ სხვა ქვეყნები და იმდენად რამდენადაც ჰეპატიტი C არის გლობალური ჯანდაცვის გამოწვევა უკვე და არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, რომ ჩვენი ქვეყნის გამოცდილება გახდებოდა წარმატების საწინდარი სხვა ქვეყნებისათვის. ამ მოდელ ქვეყანას ჰქონდა უკაცრავად ბევრი მოთხოვნა, პირველ რიგში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, მთავრობის ძალიან ცალსახა мотиваცია იმაზე, რომ ჯანდაცვა ყოფილიყო მისი პრიორიტეტი, ადგილობრივი რესურსების, სამეცნიერო, კლინიკური და ინფრასტრუქტურული რესურსების მაღალი პოტენციალი და გამოცდილება, ჩვენ შემთხვევაში ეს იყო შიცის პროექტის მართვის ძალიან დიდი წარმატება და მთელი ამ პირობების ერთობლიობამ შექმნა ის მოცემულობა, რომ საქართველოს ასე ვთქვათ, გაიმარჯვა ამ მოცემულობაში და გახდება და დღეიდან გახდა კიდევაც პირველი სანიმუშო ქვეყანა, რომლის გამოცდილებასაც გაიზიარებენ სხვა ქვეყნები. ძალიან კარგია ბატონ დავით, გილოცავთ ამ წარმატებას პირველ რიგში თქვენ. ბატონ დავით, აქვე მინდა გკითხოთ მინისტრთა კაბინეტში დღეს ცვლილება განხორციელდა ამ მიმართულებით მაინტერესებს. თქვენ ხომ არ გქონიათ ინფორმაცია, რომ მინისტრი შავლიაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გეგმავდა პოსტის დატოვებას? ძალიან უხარ, მაგრამ ეს ინფორმაცია არ მქონია, ამის შესახებ მეც დღეს გავიგე პრესის საშუალებით. იმედი მაქვს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგვარებადი იქნება და ის, ასე ვთქვათ, გააგრძელებს წარმატებულ კარიერას იმ მიმართულებით, რაშიც ჩათვლის საჭიროდ. რაც შეეხება ჩვენს უკვე წარსულში თანამშრომლობას, მე მხოლოდ დადებით შემიძლია ვთქვა ამაზე. გასაგებია, ბატონ დავით, ისე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია თქვენს ყოფილ კოლეგას როგორი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა? სამწუხაროდ არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. თქვენს ახალ კოლეგაზე რას ფიქრობთ? დღეს უკვე დასახელდა, რომ მინისტრის პოსტს ჯავახიშვილი დაიკავებს. რას ფიქრობთ ამ კანდიდატურაზე? მხოლოდ დადებით, იმიტომ რომ ბატონო დარს მე გარკვეული პერიოდია ვიცნობ, მასთან მხოლოდ პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა მქონია. აქამდე რაც საერთო საქმე მქონდა, საკითხი მქონდა მოსაგვარებელი, მე მასთან მხოლოდ ეფექტური მენეჯმენტის გარდა არაფერი არ მინახავს, ასე რომ იმედი მაქვს, რომ მისი პოზიციის ცვლილება მინისტრის მოადგილიდან მინისტრობამდე მხოლოდ გააუმჯობესებს ამ ურთიერთობას. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით იმისთვის, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის ოფიციალურ დაწყებას. წარმატებებს გისურვებთ. დავით სერგეენკო, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი საუბრობდა მომაბის პირდაპირ ეთერში. მთავარი გამოშვება დღეს ამით დასრულებულია. მე საუკეთესო სურვილებით, ხვალამდე გემშვიდობებით. დარჩით პირველად.